ორი საქართველოს შოუ რეალობის ელემენტები და გაბაასება მხარდამჭერებთან ასე აფასებს ოპოზიცია პროექტს, რომელსაც პრეზიდენტი პასუხობს ხალხს ეწოდება ერთმანეთისგან განსხვავდება ექსპერტების პოზიციები. ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყნის მთავარსარდალმა რამდენიმე გადამწყვეტი შეცდომა დაუშვა, ნაწილი კი ნაანახით კმაყოფილია. პრეზიდენტის ფრაზები, რომელსაც დღეს უკვე იუმორით აფასებენ და შედარება, რომელიც შესაძლოა სააკაშვილს ძვირი დაუჯდეს. ნახეთ ნინი საყვარელიძის რეპორტაჟში. რომ საქართველოში საუკეთესო თოვლია, რომ ჩინელების მადა მოქმედებს ჩვენთან ფასების გაზრდაზე და რომ საავადმყოფოების გადატვირთვა არის ერთ-ერთი ამოცანა. ეს არის ის სამი ფრაზა, რომელიც რამაზ საყვარელიძეს პრეზიდენტის 3 საათიანი ეთერის შემდეგ ყველაზე კარგად დაამახსოვრდა. თუმცა ფიქრობს, რომ მთავარი შეცდომა მიხეილ სააკაშვილმა მაშინ დაუშვა, როცა მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეპტილიას შეადარა. როცა ლაპარაკი საუბარი გაქვს პოლიტიკურ მენტალიტეტზე, რომელიც რეპტილიის დონეზეა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნიანგის დონეზე, რომელსაც პირია გაღებული, უნდა ჩაქსანსოს. რაც უფრო პატარა ხარ, მით უფრო ჩაქსანსოს. ამიტომ რაც უფრო განერიდები ამ ნიანგს, გაასწრებ იმ ჭაობს, სადაც ის ბინადრობს. მით უფრო ჩქარა მიხვალ იმ პერიოდამდე, როცა ჩვენი ახმული მიწა ყველამ ერთად მივათ. ამ ფრაზით თუ კი მას სერიოზული კომენტარი მოეძებნა შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ხაზი გადაესვა იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც მან გააჟღერა ხსენებული ევროპული ტრიბუნებიდან. შეკითხვები იყო ძალზედ მწვავე. კითხვებმა და პასუხებმა რეალობა ასახა. ასეთია ექსპერტ სოსო ცინცაძის პოზიცია, თუმცა საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, მას სოციალურ თემებზე მეტად საგარეო პოლიტიკა აინტერესებდა. თემის ირგვლივ დასმული კითხვები დაიწუნა, პრეზიდენტის პასუხებს კი ადეკვატური უწოდა. მე არ მგონია პროფესიონალისგან გამართლებული იყო შეეკითხოს, რომ აი კონფიდენციალურ შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტთან რაზე საუბრობდი თქვენო. სამწუხაროა ჩემთვის, რომ ჩვენი საზოგადოება ასეთ ნაკლებ, თქვათ, ინტერესს ავლენს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. ეს უკვე ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალურ დონეზე მეტყველობს. არ შეიძლება სოციალურმა პრობლემებმა მთლიანად გადახუროს, მთლიანად გადაფაროს საგარეო პოლიტიკა. ეს იყო საჭმლის მომნელებელი არსების გაბაასება საკუთარ მხარდამჭერებთან. ასე შეაფასა პირველმა ლეიბორისტმა პროექტი, რომელსაც როგორც თავად ამბობს იძულებით უყურა. რესპუბლიკელებმა 3 საათიან პროექტში 2 საქართველო დაინახეს. ქრისტიან-დემოკრატებმა კი უყურეს შოუს რეალობის ელემენტებით. ყველაზე მძიმე ჩემთვის მოსასმენად იყო, როდესაც იგი სიღარიბეზე საუბრობდა ის ნაწილი, სადაც ერთის მხრივ ილაპარაკა შიმშილის პრობლემის აღარ არსებობაზე და დაძლევაზე ქვეყანაში და მეორეს მხრივ მედიკამენტების ფასებზე. ამ ყველაფერზე ისე ილაპარაკა, როგორც თითქოს სხვა ქვეყანაზე საუბრობდა და ეს მის ქვეყანას იმ სახელმწიფოს არ ეხებოდა, რომლის პრეზიდენტიც ის არის. აქ პირდაპირ სააკაშვილმა ისე როგორც მაგათ გამს განაცხადებდა რომელიმე არაბული სახელმწიფოს სულთანი, განაცხადა, რომ მას ძალიან სიამოვნებდა ქვეყანაში სუსტი ოპოზიციაა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი უნიკალური შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ასეთ საჯარო გამოსვლებში მაქსიმალურად ხუცხველი. რა თქმა უნდა, ეს იყო შოუ, რაღაც რეალურობის, ასე ვთქვათ, კომპონენტებით. პროექტი პრეზიდენტი პასუხობს ხალხს 3 საათს გაგრძელდა, მთავარი დრო სოციალურ თემატიკას დაეთმო. კითხვები პირდაპირ ეთერში ხშირად იწყებოდა და სრულდებოდა სამადლობელი სიტყვებით. თუმცა ქვეყნის მთავარსარდალმა თავიდანვე თქვა, რომ პროექტი დადგმული კითხვების გარეშე ჩაივლიდა. დღეს თავისუფალი ტრიბუნაა და რა თქმა უნდა განსხვავება იმისგან, ვისაც რაიმე პარალელები უნდა რა ხდება მათ შორის ზოგიერთ მეზობელ ქვეყნებში, როცა არის ესე დიდი ეთერები, არის იქ, რომ იქ არის წინასადადგმული კითხვები და აქ არის ნებისმიერი კითხვა, რომელიც ხალხს აწუხებს.